გამარჯობათ. ეს დარჩა. არ მომიხსნია. არ ვაწუხებ თქვენ წარმოიდგინეთ. და მე გონი რომ სხვისი თავია. ჯერ გამარჯობათ ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ რა ვიცი. არ ჩამიწერია ვიდეო და ფიქრობდი რომ დღეს საერთოდ არც ჩავწერდი. მაგრამ რა ვიცი, რატომღაც დავიწყე ჩაწერა. ისიც არ ვიცი, ნახოთ ბოლომდე გავარ თუ არა და საერთოდ დავდებ თუ არა ამ ვიდეოს. ალბათ დავდებ თუ ჩავწერე იმდენი რა იმხედა რაოდენობის, რომ შეიძლებაოდეს დადებ. პარალელურად დავუჭრი ჭუკიებს კიტრს, ეს რა ვიცი ტობა. დამჭკნარივით არის და ავუკრძალე ოჯახის წევრებს ესეთი რაღაცების გადაყარა. არა, არც ვყრით, დიდ ქათმებს ვუჭრიდით, ან ვუყრიდით უბრალოდ რა დაჭრა უნდოდა და ეხლა მით უმეტეს პატარები რომ ყავ, ჭუკები რომ ყავ. ისინი ჭამენ ამას და თან დაჭრა სჭირდებათ რა. ეხლა რა თვალესე და ცოტა მაკიაჟი არის შემჩა თუ არა, ვიყავი კონცერტზე, ვიყავი კულტურის სახლში, აქ ჩვენთან სოფელში, ეგრეთ წოდებულ კლუბში ვიყავი. კონცერტი იყო ჯვარულის. მარტო ჯვარულის არა, ფოლკლორული ანსამბლიც არის მერცხლები. ხო და მათი კონცერტი და ჯვარულის კონცერტი იყო ერთად. სადღაც საათი და 20 წუთი მიდიოდა კონცერტი და ხო იცით ხა ჯვარული სადაც არის მეც შევქავა. ხო და დაახლოებით პირველისთვის ვიყავი უკვე იქ. პირველამდე ანუშკი მყავდა მეზობელი, ყავადავლიეთ. მანამდე კიდე ხო ცოტა გვიანავდექი და რა. ხო და დღეს რატომღაც გადავწყვიტე რომ შებულების დღე მქონდა. არა ვერ გავწელი. დღეს არ ვიცოდი რა მეჭვირნა ჭუჭუჭულებისთვის. ძალიან ცოტა მქონდა და საჭმელი რა და ეგენი ჭამენ გრანულს და ლაშა დედად ლაშა მქონდა რომ თბილისისკენ მივდივარ რომ ბაზრობისკეო და ბაზრობის ცოტა იქით კახელების მაღაზიასთან არის მაღაზია სადაც იყიდება ეს რაღაცა და ჩემს დღეს სადაც ძირთად ყიდულობს ხოლმე ლაშაცაც ბოჯოლო ყიდია რაღაცა და მეთქი იქამდე მიდი და ვიყიდეთ ხო რა ეს ნინო თევზია მამაციოში ეგ გამოიღებ და იქ დადერა კოიმასთან და მაგა იმაში თევზია სკუბრია დაჭრი არა უმი დაიდე და გარეთ გაიტანე ხო და ბარემ მეთქი იყიდე რა და მომიტანა ერთი დიდი პარკი გრანული და მეთქი ხორბალიც მოიტანე რომ ნენელა ეხა ხორბალზეც გადავიყვან ჯერჯერობით სანამ პატარები არიან და მე რეკერზე ჩვეულები რა შვენივრად არ შეხა დაუყარე ხორბალს წიწილამ დაიწყო ჭამა ერთი წიცილა ყავს მაგასთან ერთად და ამ შვენივრად მიირთვა რომ მოშივდებათ კიდე სუნთლად შეჭამენ ბარბარი არ მოსულა? არა. ესე იგი გუში საამოხანი რომ მოვიდა მაშინ ვხვდი რომ გუშინდელი ვიდეო რაც დავდე სინამდვილეში იყო გუშინწინდელი ჩაწერილი და გუშინდელი დილის პატარა ფრაგმენტი იყო რომელთაც დავამთავრე
ივანე რა სურათებს მიგზავნის? გელოდები. მილიონჯერ გავწყვეტე უკვე. კარტოფილი შევწვი, პატარა კარტოფილები გავრეცხე ეგრევე და შევწვი კანიანად. ხო და ეხლა რომ გადავავლე თვალი რაღაცები არის საჭმელი და რა დღეს შეიძლება არც არაფერი არ გავაკეთო. თუმცა ეხლა ცეკვიდა რომ გამოვიარეთ კონცერტიდან ის ვქერით ვიყიდეთ მთელი ატრიბუტები მისი სალათები ბოსტნეული რა არის? არა მარტო ამაში მაქვს ვერ ამ შეიძლება აქვს ჩემ სახელზე გაკეთებულს ერთ-ერთიდან ვერ იმასიზავ არა რაღაცა მოწვევა რაღაცა დაატრიალე და მე ეგ არის ეხლა მე ვეღარ შევალმეთქი რომ გუშინ გამოვიწერე და ერთ საკმარისია ერთ ზედმეტად შევეხო და იმის თანხაზე ჩამომაჭრის როგორ არა 24 საათში აღარ შევდივარ ხოლმე გამოწერიდან რომ იქ სხვანაირად ეწერება ჩემთან როცა გამოწერილი გააქვს როგორც კი ერთ ნივთს დააწვევი იმის თანხას მოგაჭრის განახოთ ჩემი ტუტულები და ტუკები ტუტულები ძველი ვიდეო ძველი ტელეფონით ვიღებ ვიდეოს იმიტომ რომ სამქონა ჩამოვტანილი და ხო ამითაც მუშაობ ჩონდო ის ქონდა წაღებული ხა კონცერტზე წავიღე რადგან იმით გადავიღე ჯვარულის ცეკვა ძალიან კარგი იყო რა თქმა უნდა სადაც ჯვარული არის მე იმ ღონისძიებაზე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და თან რომ ვიცი რომ ჩემი შვილი ცეკვავს ხო მთლად მაგრამ ყოველთვის ხომ როდესაც მარტყოფში ჯვარული როცა კონცერტს ატარებს და ზოგადად რაღაცა რო ტარდება მარტყოფელებისთვის და მარტყოფელი რო აკეთებს არის ხოლმე სრულიად უფასო წარმოიდგინეთ და საკმაოდ დიდი დარბაზი აქვს ჩვენს კლუბს მაგრამ რა ვიცი ეს ხალხი სად არის ხოლმე არ ვიცი მესმის ვინც მუშაობს მესმის არა ვინც არ მუშაობს ხო შეიძლება მოხვიდე იმ გააზრებით რომ აი სულ ეგ პრობლემა მაქვს ხოლმე მე რა მაქვს ზოგადად სულ ეგ არის ხოლმე რომ მოდიან აი სოფლიდან ოჯახიდან რომ ერთი წარმომადგენელი ყოველ მეხუთე ოჯახიდან ერთი წარმომადგენელი რომ იყოს ვერ დაეტევიან კლუბში მაგრამ რა ვიცი ძალიან მიხარია ის ხალხი ვინც ელემენტარულად მოდის და სკამს იკავებს და იმ ახალგაზრდები და მომავალი თაობის გვერდზე არის ძალიან მახარებს ეგ მომენტი ხამე იმაზე არ ვამბობ ვინც მაგალითად მუშაობს, სწავლობს და გაეცნია და გინდა თუ რა წამოსულიყო, მაგრამ მაგაზე არა მაქვს ლაპარაკი. არა, მთელი სოფელი მუშაობს? არა. აი მასე ვისაც ნერვოზი გაგიჩნდეთ, შეგიძლიათ გადაახვიოთ, მაგრამ გარწმუნებთ რომ მთელი ვიდეო ეს ხმა იქნება. ნუ არ იქნება მთელი ვიდეო, მაგრამ მაინც. და კიდე ერთი რაც ყველაზე ძალიან მიშლის ნერვს მარტო დღევანდელ კონცერტზე და დღევანდელ ღონისძიებაზე არ არის აქ ლაპარაკი აქ არის ზოგადად ადრეც მქონდა ქართველებს აღჭირს ესა თუ რა ვიცი საკმაოდ შორს ვიჯექი შორს როგორ უკანა მხარეს ვიჯექი იმიტომ რომ მე პირველზე იწყებოდა და ზუსტად პირველზე წავედი და ზუსტად პირველზე მიელი პირველზე არ დაწყებულა მაგრამ მაინც და წინა ადილები დიდათაც დაიწყება მიყვარს მეთქი მოგატყუა. ყოველთვის უკანა მხარეს ვჭდები გადაღებისთვისაც კარგია. ნუ ეხლა ჩემთვის უნდა გადამეყო. იმიტომ რომ ჩემი შვილების ყველა კონცერტი ზეიმი ლექსი და დამთქნარება გადაღებული.
ხო და მე კიდე ვიცი და დამუღამებული მაქვს როგორ უნდა გადავიღო და კაცის შვილს არ გაუჭაჭანიეთ ჩემი კამერის წინ როდესაც ვიღებდი იმიტომ რომ სელფის ჯოხი მქონდა წაღებული იმიტომ რომ ვიცი ის ლოკაცია სად უნდა დავდგე როგორ დავდგე სადავწიო კამერა და როგორ გადავიღო ну რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოიტანა პრაქტიკამ იმიტომ რომ ძალიან საშინელება როდესაც კამერა გიჭირავს და აქ უბრალოდ ვიღაცა გაივლის მე გამოივლის მე კიდე არ ვაწევ მე კიდე ეს კულტურაც არ აქვს რა ესე რომ სიმაღლეზე რო კამერას იღებს ჩაიწიო და გახვიდე იმიტომ რომ იქ მარტო მე ხوار ვიღები ყველა თავისშვილს უღებდა ხო იმიტომ რომ გითხარით რომ ანსამბლი იყო მერცხლები რომლები მერცხალი თუ მერცხლები ხო და აი ძალიან ბევრი ბავშვი იყო და ძალიან მაგრად უკრავდნენ და მღეროდნენ მათ მშობლები გამოყვა და ყველა თავისას უნდა გადაუღონ და რო იღებე ვიღაცა გაივლის ვიღაცა გამოივლის გაივლის გამოვლის ხო დაჯრება ოდესმე ის ვიღაცა თან აი მაინც ერთი და იგივე ხალხი რატომ მოძრაობით მიკვირს და ეს პრობლემა მცხეთაშიც რო ყოფილვართ ართულშიც რო ყოფილვართ მოზაიკაშიც რო ყოფილვართ ან სადაც კონცერტი ჩატარებულა კულტურა ნულია იმისი რომ ელემენტარული მეც გამივლია მაგალითად რა ვიცი საჭიროება რომ მოიყოს აი ბოლოდონის საჭიროება ან რომ მასწავლებელი გეძახის ან რომ ბავშვი გეძახის რომ უნდა მიიღო რაღაცა მაგრამ გადაღების დროს და ნომრის შესრულების დროს არასოდეს არ გამივლია დარბაზში არასოდეს ძალიან ჩქარა გამივლია იცი რა დროს აი რომ მორჩება და ტაშს რო უკრავს ხალხი რომ უკვე მეორე რო უნდა და აი მაშინ გაიწუილე რომ არავის არ შეუშლი ხელს და თან ისე გაიარე კიდე ჩაზნიქილ თავით დღეს ესე იგი ჩემს წინ ისხდნენ არ ვიცი შეიძლება ნორიელები იყავით იყვნენ თუმცა რატომღაც მეცნობოდან ეს სახით სავარაუდოდ მამა იყო რომელიც უღებდა შვილს იმ კაცის ცოდვით დავიტანჯე ოღონდ მართლა ესე იგი ცოტა გამეკალდა რომ ამდგარიყავი და იმ ქალისთვის მე თქვა რომ აი წარმოიდგინე ზივარი ხა და ესე მიჭირა ტელეფონი ანუ ესე უჭირა იმ კაცს უკვე რა მისა ესე აწიოს და აი ერთის კამის იქით დგა გოგო ქალი რაღა გოგო და სადაც ეს კაცი გადასწევს ისიც გადაი დაჯექი ქალო დაჯექი გამჭვირვალე ხარ თუ მეშუშე ხარ დაჯექი ხალხი იყურება ხალხი უყურებს ნომერს უყურებს ხალხი იღებს დაჯექი შუაში უნდა სოკოსავეს მოხარ ამოსული თან სკამების წყობა არის ანუ სცენა მაღალია და ეს ერთ დონეზე ანუ ესე რომ იყოს ოდნავ აწეული რომ რაღაცა უკანა მხრიდან უფრო კარგად ჩამდეს კაი ხო გავიტანჯი გეფცე მე უკვე ნერვიული სიცილი ამიტომ მე დალაშა ვიცი რომ თუ რამის არ გამოვარქვი ამ კაცს ესა მოიწავება გადავიღებ და მომიტანდი მეორე ნომერი ნუ ჩაიქნი ამ კაცს ხელი აღარ გადავიღებ ვეღარ გადაიღო მეორე ნომერიც ხო დაიწყო ბავშვების და მე ახლა ზუსტად იმიდან რა ვიცი ეთყობა დაწყევლი ადგილზე ვიჯექით ზუსტად იმიდან გაივლის ერთი გოგო გაიყვანა ბავშვი კაი მოსაფსმელად ტუალეტში ხო და ისა კაი ხო ხა ბავშვია და რაღაცა ვერ გათვალე იმიტომ რომ 4 წლისა ალბათ ხო მოვიდა ეს ხო დაბრუნდნენ უკან და ხო გაუარეს იმიტომ მე როდესაც ხა იოანემ 3 წეკვა იცეკო როდესაც იოანემ წეკვა იყო დგებოდი იმ ზუსტად იმ წერტილში ვარ საიდანაც უნდა გამოიხედა ადამიანს არავის არ უშლით იმიტომ რომ იდექი შუაში ფოიეს სავითრავა შესაძლოა თან უკანა მხარეს ჩემს უკანავი ალბათ 3-4 სკამი იყო კაი 10 სკამი თქვი მაინც მე არავის არ უშლით ხო და წინაზეც გითხარით ზბაღიზე იმის გადაღებაზე და ის მიქნეს და ბოლო მომენტში მოვიხსენი ეგრეთ წოდებული ეს რა ქვია ის გრძნობა რომ მეთქი არავის არ შეუშალო ხელია შუაში არ გავიარო მაგრამ მე მივხვდი რომ მე გადასაღებად დამიქირავეთ და გადასაღებად ვიყავი და ჯერ მე უნდა გადავიყო ხო და წარმოიდგინეთ ამ დროს მქონდა იქ კომპლექსი რომ ხელი არ შევიშალო და კონცერტზე შეუშლე ვინმეს ხელს ხო და ანუ მე არ მქონდა იქ მომენტი რომ ვიღაცა შეეშალა ხელი იმიტომ რომ მე ვდგებოდი და იმ ლოკაციას ვიკავებდი მაგრამ ამ კაცის გამო დავიტანჯე და გვერდზე ცოლიეთ და ნუ რა ვინც იყო რა ერთ სიტყვით და უკვე ისტერიკა ჰქონდა ხალხს ამათ
ხო და ნუ გაიარა ამ კამერაში ამ ქალმა თავი შვილი თურთ ეს ხო მოტრიალდა ის ხო გაიარა ანუ ამ კამერაში სავარაუდოდ ნახავს ეს კაცი მე რამდენჯერ გაიარა და თუ გაიარა დაბრუნდა თუ არა რომ ნერვიული ანუ არის ნერვიული მერთ მამრალოს რამდენი ბავშვი ყავდა წამოყვანილი ერთიანად გაიყვანე ქალო ამ ტუალეტში ხო შეიძლება რა მერე პატარა მოიყვანა დასვა მერე ბიჭი მერე გოგო მერე ტყუპი მერე ცალ მერე ალბათ თვითონ მოუნდა მე უკვე ჯერ ხოლმე მაგრად მებრაზებოდა ჯერ ელემენტარულად რომ ცარიღებდა და უყურებდა ძალიან ისეთი თემაა რომ დადიხარ წეღანაცა ვთქვი კარგი გადიიხლა მაგრამ მოგივა მაგრამ სიზავ თუ ტუალეტში უნდა ბავშვი რამდენ წამიანი და წუთიანია ის ნომერი 2.5 მერე გადიქალო მე დაილოცო სელფის ჯოხი და აფთექი შუაში და როგავაშტიკინე ეს სელფის ჯოხი და მაღლიდან ხედით გადავიღე ძვირფასად ჩემთვის ძვირფასად კაცის შვილის თმის ღერი არ აჩანს აი მე ხო მესენჯერში თქვენი მონაწერი არის ჯერ არ გამიხსნია იმიტომ რომ რაღაცები მაგ გასაკეთებელ და მოდი ერთი მოვაცილობარე აი ჭამი რა საჭმელი მშიოდა და კარტოფილი შევწმეთ რა და ეს ჭურჭელი მოქვს ახლა ცოტა კიდე ამოსარიცხი და მე დავჯდები ყავას დავლევ და რას ვიცავ რა გავხსნით თქვენს მესიჯებს უმრავლესობა იმიტომ არის მოსული რომ სადახარ გოგო აქამდეო და აუცილებლად გავხსნით გოგოებო გიპასუხებ ყველას თუმცა ხო გეუბნებით უბრალოდ აი ხა მოულოდნელად ჩავთე კამერა რომ ვიფიქრე რომ ჭირდებო და გუშინაც ჩავწერდი მაგრამ გუშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი და მაგასაც გეტყვით სავარაუდოდ მეორე ვიდეოში რატო გავფრთხილეთ აი ძალიან გაბრაზებული ვიყავი ეგ მომენტები რომ აქვს ხოლმე ჩემი თავი არ მიყვარს ხო და კი ვისწავლე როგორ და რანაირად უნდა გავუმკლავდე მაგ დროს და რა უნდა გავაკეთო მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეგ უფრო მამონავებს გუშინ სამსახურის ის მქონდა ბოლო დღე და დღეს საქსე სახში და დღეს იყო ბოლო დღე კონცერტით და მაგით დავამთავრე სავარაუდოდ ყველაფერი წავიდით ახლა მას დაუყაროთ იქ ახლა ნინო მინდა გავუშვა მაღაზიაში 1 კილოს ტოლავა შაქარი უნდა მოვატანინო იმიტომ რომ მე მაქვს აქ აი ეს ანუშკი მომცა ჩემა კარის მეზობელმა დამიკრიფა და მომცა მალინა და მაგით ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის მურაბას ეხა ვინც მეტყვის რომ ეგ საყურეები მიხსენი არ გიხდებაო ოღონდაც არა ერთი კონა ვიყიდე თუ 20 ცალი ვიყიდე თუ 30 ცალი ორლარად და ეს არის რაღაცა საშუალოები ნენელა გავადიდებ და ზოგს დისავი კიდე ხან პატარა მეკიდება და ხან დიდი ასე რომ ვისაც არ მოგწონთ ასქროლით იმიტომ რომ საერთოდაც აბა ბავშვებო აგე სამი ჭუკი და ერთი წიწილა შენ რა გინდა ჩემო დროხა შენ რა გინდა ჩემო ლამაზო ჩემი აკლემი მე კელტიტელა არ შეგცივდეს ყელზე კაშნი უნდა მოგახვიო აჰა всё ჭამით ხო ეთყობა როცხელა და როცხელა ხო ვენეც მეტყობა რაც მჭირს აი ეს მომენტია რაღაც საქმეები რო გაქდა მაგრად რო გესიკუდილებ ეს ძაღლების საჭმელი და იმ ჭუკების და იმის და ეს არის
სხვა შორის პირველად ვიყიდეთ წელსაზამთრო სახლისთვის. კაი მწიფე უნდა ჩანდეს, კი არა ტკბილი. უკრავს, ხელს რო უკაკუნებ უკრავს. და ეს ბაზარი რო გამოვიარეთ, მოკლედ წვანილები, ბადრიჯანი, ბულგარული ორივე ფერი, კიტრი პომიდორი, ჭარხალი სტაფილო და ორნაირი კომბოსტო. მე ამ კომბოსტოზე გიჟდები, აი მაგარად მიყვარს ეს კომბოსტო. მარტო ელემენტარული მარილში რომ მოვხარ. შუასე რომ ბოსტნეული გვაქვს და სხვათა შორის, როდესაც სამსახურში არა ვარ, ხოლმე იმ დღეებში უფრო მეტად ვიკავებ თავს, რაღაცები არ ავჭამი. ნუ ეხლა თუ არ ჩავთვლი იმას, რომ ცოტა კარტოფილი შევჭამ. რა უშავ. ხამას დავკეტავ და ცოტა ხანი ავარ მაგლა და სულ ცოტა ხანი. გადავიდეს მზე, იმიტომ რომ მასთავერებს ვერ ვაკეთებ და არ შემიძლია ტყუილა ვიბოდიალო, ყავაცი ხარ უკითხათ მინდა მეთქი, უკატყვი. და ფეხსაცმელები მაქვს დასარეცხი. ამიტომ ცოტა რო გადაგრილდება მეორე ვიდეოს მერე ჩავწერ. პეპელა. და განახოთ ბავშვები. ჩემი ბავშვები განახოთ ხარ. ეხა მოხვედი ჩემო ლამაზი გოგო. ეხა მოხველი რომ ძალიან ახიათ ამ ბავშვებს. ვაიმე, ჩემო ტკბილო. ვაიმე, ეს პატარა როდის გაიზრდება? გაუშვ, დედასთან წაგიკანო. მიდი. წავედი. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საღამოს საოცრებლად ჩავწერ ვიდეო. აი მე ხელი მოვიტეხე. დედის ვენოთ.